მეგობრებო, გამარჯობა. ეს არის უკვე მეორე ვიდეო, რომელიც იწერება Google Ads-ის კურსის ფარგლებში და განთავსდება YouTuber ხალიკანტოზე. ეს ვიდეო მსგავსად პირველისა გამოჩნდება ამავე ადგილას, იგივე პლეილისტი იქნება Google Ads-ის. ვინც პირველად მოხვდა ამ ვიდეოზე, თქვენთვისაც ვიტყვი 1-2 სიტყვით, რომ ვიღებს სრულად უფასო, სრულყოფილ კურსს Google Ads პლატფორმაზე. თუ რა თემებზე ვისაუბრებ და როგორია სილაბუსი, შეგიძლიათ პირველივე ვიდეოში იხილავთ, იქ ვსაუბრობ დეტალურად თუ რა მოლოდინები შეგიძლიათ შეიქმნათ ამ კურსისგან. ამ ეტაპზე პირველი ვიდეო, რომელიც უნდა ჩაწერილი იყო სილაბუსის მიხედვით, არის Gmail-ის შექმნა, მაგრამ Gmail-ის შექმნა იმდენად მარტივი პროცესია, გადავწყვიტე, რომ ცალკე ვიდეო არ დავუთმო. თუ კი თქვენ გაგიჭირდება Gmail-ის შექმნა, აქვე ამ ვიდეოშივე მივამაგრებ პატარა ფრეიმს ტელეფონის, სადაც სწრაფად იქნება გავლილი რეგისტრაციის სრული პროცესი. შეგიძლიათ მაგას ავდევნოთ და ისე გაიაროთ რეგისტრაცია. ამ ეტაპზე კი პირდაპირ დავიწყებთ MCC-ის შექმნით. MCC ეს არის მენეჯერული აკაუნტი, ანუ თითო Gmail-ზე შეგვიძლია გქონდეს რამოდენიმე Google Ads სარეკლამო ანგარიში. ამისთვის საჭიროა, რომ უბრალოდ ჩავწეროთ, შემოვიდეთ Google-ში და ჩავწეროთ Google My Client Center. ამის შემდგომ პირველივეზე გადავდივართ ზუსტად, პირველივე search-ზე, გადავდივართ ასეთ ინტერფეისზე და უბრალოდ ვაჭერთ Go to Manager Accounts. ამის შემდგომ, შესაბამისად ეს სრულიად ახალი Gmail-ი არის და აქ არ მაქვს შექმნილი მენეჯერული აკაუნტი, ამიტომაც პირდაპირ გადავდივართ შექმნის პროცესზე. აქ ზევით წერთ უბრალოდ ნებისმიერ სახელს, რომელიც გვინდა. დავუშვათ და შეგვიძლია, აქ უნდა მოვნიშნოთ Manage My Accounts და დანარჩენი ინფორმაცია შეგიძლიათ არ შეცვალოთ, იმიტომ რომ უბრალოდ მითითებულია რომელ ქვეყანაში იქნება ეს ანგარიში და კურსი უბრალოდ. ერთადერთი აქ რაც უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად თუ აპირებთ რომ მარკეტინგული სააგენტო გქონდეთ და სხვადასხვა სარეკლამო ანგარიშები მოიბათ, ის კლიენტები ნახავენ ზუსტად ამ სახელს, ასე რომ ოფიციალური სახელი უნდა ჩაწეროთ აქ. დანარჩენი რაც შეეხება კურსს, ამას ამ აკაუნტზე ვერ შეცვლით, ანუ მენეჯერულზე თუ მაგალითად $-ზე დავტოვებთ, მაგრამ თვითონ ამის ქვეშ რა სარეკლამო ანგარიშებსაც შევქმნით, იმათზე შეგვეძლება კურსის ცვლა. ჩვეულებრივად გავდივართ ვერიფიკაციას. ძალიან მარტივად და ვასაბმიტებთ. ამის შემდგომ ჩვეულებრივად შექმნილია მენეჯერული აკაუნტი, თუ გსურთ შეგიძლიათ ეს დაასკანეროთ ტელეფონის კამერით და ჩაიწერთ Google Ads-ის აპლიკაციას. სხვათა შორის ძალიან კომფორტული აპლიკაცია, კამპანიებს ესე ვერ აწყობთ, მაგრამ მონიტორინგისთვის ძალიან კარგია, მაგალითად თუ სახლიდან ხართ გასული, ნოუთბუქთან არ მიგიწვევათ ხელი, ჩვეულებრივად შეგიძლიათ აადევნოთ თვალი კამპანიებს. უბრალოდ ვაჭერთ Explore Your Account. გადავდივართ, ხვდებით ძირითად ინტერფეისზე და ეგ არის. შექმნილი გვაქვს იდეაში, ეს პატარა გაიდივით არის, შეგვიძლია გამოვტოვოთ პირდაპირ და გადავდივართ აკაუნტებზე, აქ ჩანს ყველაფერი და ჩვეულებრივად, აქ პლუსზე დაჭერით, შეგვიძლია შევქმნათ როგორც ვთქვი, კიდევ ერთი მენეჯერული აკაუნტი, რომელიც ამ მენეჯერული აკაუნტის დაქვემდებარებაში იქნება, ან ჩვეულებრივად ახალი აკაუნტი გავაკეთოთ სარეკლამო და ასევე მესამე ვარიანტი არის, რომ ვიღაცის Google Ads ანგარიში მოვიბათ. ამ ფუნქციონალზე ვისაუბრებ უკვე შემდგომ ვიდეოში უფრო დეტალურად, განვიხილავთ რა შეგვიძლია, რა ფუნქციონალი გვაქვს, შევქმნით უკვე სარეკლამო ანგარიშს და მივაბავთ ამ მენეჯერულ აკაუნტს. სულ ეს იყო იდეაში, რაც მინდოდა ამ ვიდეოში მესაუბრა და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ შემოგვიერთეთ Discord community-ში. აქ ნელ-ნელა შემოდიან უკვე. როდესაც გადავალთ ცოტა რთულ კომპლექსურ თემებზე, ამ ჩატის დახმარებით მექნება თქვენთან კომუნიკაცია, თუ რაიმე თემებზე გაიჭედებით, რაიმე კითხვები გექნებათ, ჩვეულებრივად შემოდიხართ ამ ჩენელში, ჩვეულებრივად წერთ კითხვებს და აქ მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობ გაგცეთ პასუხები. დანარჩენ სოციალურ ქსელებში არ მექნება ესეთი პირდაპირი კომუნიკაცია. სულ ეს არის, მადლობა